სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო რეზიდენციაში წმინდა ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების სახელობის მართლმადიდებელთა სკოლის აღსაზრდელებს უმასპინძლა. მოსწავლეებმა საქართველოს ეკლესიის საჭეთმყრობელს დაბადებიდან 80 და აღსაღდრებიდან 35 წლის იუბილეს სიმღერებით, ლექსებითა და ცეკვით მიულოცეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ კათოლიკოს პატრიარქმა ბავშვები დალოცა და მათ მშობლის პატივისცემისა და სიყვარულისკენ მოუწოდა. მე აი ამ მთელი წლების განმავლობაში გრძნობდი ერთ რამეს და ვგრძნობ დღესაც, რომ მე ვარ პატარა ბავშვი, არაფერი არ მესმის და ღმერთს უჭირავს ჩემი ხელი და აი დამატარებს ამ ქვეყანაზე, ხან აქ, ხან იქ, ხან უცხოეთში, ხან ეკლესიაში და მე ძალიან გრძნობ აი ამ სიახლოვეს უფლისას და აი ამიტომ თქვენც უნდა მოიქცეთ ისე, რომ თქვენთან ახლოს იყოს და თქვენი ხელიც ეჭიროს უფალს. სამი დიდი საუნჯე გააჩნია საქართველოს. ეს არის ღმერთი, ღმერთის რწმენა. ეს არის სამშობლო და ეს არის ადამიანი თითო. აი ადამიანმა უნდა შექმნას თავისი ცხოვრებით ჯვარი. მოახლა ღმერთი და დაბლა ადამიანი. რწმენა და სიყვარული ღმერთის და სიყვარული ადამიანის. აი ეს უნდა გახსოვდეთ თქვენ და აი ჩემი თავარი სურვილი და ოცნება აი სტუდენტობიდან და უფრო ადრეც სკოლის ასაკიდან იყო ის, რომ მესიამოვნებინა მშობლებისათვის რაღაც სიხარული, სასიხარულო რამე გამეკეთა და მშობლები მუდამ მლოცავდა და ერთხელ მამა ჩემს ვკითხე მე, რომ ლოცულობ მეთქი ჩემთვის და შენ ამას როგორ მეკითხებიო? სხვას რო ერთხელ ვიხსენებ, შენ 10 ჯერ გახსენებ ღვთის წინაშე ლოცვებში. აი ამიტომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი ხედავს ჩვენს გულსა. ჩვენ ხედავთ სახესა ერთმანეთს და ღმერთი კი ხედავს გულსა. აი გული წმინდა დაბადე ჩემთან ღმერთო, სული წრფელი გამიახედო ამსა ჩემსა. გული უნდა ჰქონდეს სუფთა ადამიანს და ღმერთი იმ სუფთა გულში მუდამ იქნება. აი დღეს ისეთი სიტყვების ვთქვით, რომ მე გამახსენდა ჩემი ბავშვობა, ჩემი სტუდენტობა, ჩემი ეს წლები და ვერ შევიკავე ცრემლი აი თქვენი სიტყვების გამო. ჩემი წინაპარი იყო დიდი ადამიანი შიოლა ხუდუშაური. შიოლას დედას ეძახდნენ მეფიანთ ქალი. სამეფო გვარიდან იყო ბაგრატიონებიდან. ალბათ იმათი ლოცვით და იმათი ღვთის წინაშე ლოცვით
ვარმე როცა ვარ. მე ერთი ვიცი რომ მე ცოდვილი ვარ, მაგრამ მე ღვთისა ვარ. როგორც ფსალმოსია მოთქვამი, შენი ვარ მოცხოვნე მე. ესე იგი, შენი ვარ, ცოდვილი ვარ თუ რაცა ვარ, შენი ვარ მოცხოვნე მე. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. და მე არაერთხელ მithქვამს, რომ თქვენს ახლა გეუბნებით კიდევ. ყოველ დღე მიდით მშობლებთან და უთხარით, დედა, მამა, დამლოცეთ და აკაცეთ ხელზე. და ღვთის ურთება იქნება თქვენზე. ჩვენთან არს ღმერთს. გაიხარეთ, ძალიან გამახარეთ. ბავშვებმა მიულოცეს თავისი ასეთ შრომა, ღვაწლი, სიყვარული პატრიარქს მიართვეს სიმღერების, საგალობლების და ლექსების სახით, რაც შეძლეს მათ, რომ გაეხარებინათ პატრიარქი და იჩენებინათ, რომ მისი კურთხევით ერის განათლება და აღორძინება ხორციელდება ყველგან. Unწმინდეს მიულოცეთ, ბავშვებმა იცეკვეს, სიმღერეს, მე მაგალითად ვიმღერე მე და ჩემმა მეგობრებმა. იგალობეს, ლექსები წაიკითხეს, ძალიან ბევრმა და ძალიან კარგად წაიკითხეს ლექსები. მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მიულოცე პატრიარქს და ძალიან მინდოდა რომ მოვსულიყავი აქა.